საკუთარ თავზე და მოტივაციაზე მინდა რომ ცოტა გაგესაუბროთ. ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე ადამიანებს მათ ისტორიებს, ამ ბოლოს რაღაცა ძალიან დრამაში ვარ თან გადასული, მერე მათი ცხოვრების გაგრძელებებს ვუყურებ და აი მოკლედ არ ვიცი. ხო და რაც პერიოდის წინ ვიდეო იყო გოგონაზე, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მოყვა ავარიაში, მოაჭრეს ხელი და მოკლედ ძალიან მძიმე ცხოვრების ეტაპი ჰქონდა და ერთხელსო გავაანალიზეო, რომ ცოცხალი ვარო. ანუ აქამდე ვიყავიო, ცოცხალიო, მაგრამ თავს ვერ ვგრძნობდიო, რომ მე ხედავ, სუნთქავ, ლაპარაკობ, შევიგრძნობ ემოციებს, ყოველ ამას ვერ ვგრძნობდიო და მეგონა რომ აი უბრალოდ რო არსებობ, აი შეგრძნება მქონდაო და აი ხანდახან ფიქრობდი რომ აი საერთოდ გადავრჩი, აი რაღაც სიცოცხლის აზრსაც ვერ ვიგებდიო. და ერთ დღესო გათენდაო და აღმოვაჩინეო, რომ ცხოვრობ, სუნთქავ, ანუ მე ცოცხალი ვარო, ეს გავაანალიზეო, რომ რამდენი ადამიანია, რომელიც და მე ცოცხალი ვარო. ხო და საკუთარ თავს დავპირდიო, რომ ძალიან კარგ მომავალს შეუქმნიდიო, შევეცდებოდიო, რომ ძალიან ბედნიერი მომავალი შემექმნა მისთვის, ბედნიერი დღეებიო და ასე შემდეგ. ბედნიერ ცხოვრებას დაპირდა საკუთარ თავს თავად. ხო და ამდენ ჩემთვის მეფიქრება, რომ ვიხოთ იმის რომ ძალიან ვიბრძვი, რომ მქონდეს უკეთესი ცხოვრება, უკეთესი მომავალი, მე, ჩემი ოჯახის წევრებს და ანუ აბარისთვის ვიბრძვით რეალურად, ხო? აი რისთვის ვცხოვრობთ. და თან ძალიან ბევრი რამე გადავაფასე, ძალიან ბევრი ადამიანი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან. მაქვს ურთიერთობა, მაგრამ გავუშვი. ჩემს ცხოვრებაში ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდებიან ისე როგორც მივიღე და ისე როგორც მენდომებოდა რომ ყოფილიყვნენ. და არც ერთი წუთით არ ვნანობ. აი არც ერთი წუთით. რომ მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ჩემიანებად ისინი ვეღარასდროს ვეღარ მიიჩნევიან ადამიანებთან, ვისაც გაქვს კონტაქტი, ხო, შენიანებად აღიქვამ, ხო? აბა როგორანაირად და მე აღარ აღვიქვამ ამ ადამიანებს. აღარ აღვიქვამ ჩემი ცხოვრების რაღაცა თანამგზავრებად. აღარ. მაქვს რა თქმა უნდა ურთიერთობა, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე არაფერს არ ნიშნავს. მათთვის ღიამიერს აღარ ვიქნები. და სულ ფიქრობ, აი დღეს უფრო რაღაცნაირად გამიღმავდა ეს რაღაცნაირი ფიქრი, რომ დავპირდი საკუთარ თავს, აი ძალიან დიდი ხნის წინ, რომ რაღაც ბევრ რამე შევცვალე. რაღაცა ბევრ რაღაცას წინ წავწიე, აი ძალიან ბევრი ვიშრომე და წავწიე. ძალიან მინდოდა, რომ ხალხისათვის ყოფილიყავი ადამიანი, ვისაც ვაიმე ეს ის გოგოა და მივაღწიე. ჩემი ბლოგის წყალობით მივაღწიე ამას და ძალიან ბევრი შრომის ფასად მივაღწიე. ძალიან ბევრი კარგი ადამიანის ფასად მივაღწიე, ძალიან დიდი ჰეითის ფასად მივაღწიე. ძალიან ბევრი კომპანიების წყალობით მივაღწიე, კერძო პირების წყალობით მივაღწიე, ძალიან ბევრ რამეს მივწვდი, რაც შეიძლებოდა ადრე რაღაცა ისე მეფიქრა, რომ აი შანსი არ არის. აი ძალიან ბევრ რამეს მივწვდი და იმ ადამიანს, რომელსაც დავპირდი, რომ გავაკეთე და ეს ადამიანი მე ვიყავი საკუთარი თავი. ხო და ძალიან ბევრი რამ მინდა კიდე დავპირდე საკუთარ თავს, იმიტომ რომ შემიძლია რაღაცები როცა არ შეგიძლია, თავზე მოძავა არ არის და მე შემიძლია ის რაღაცები, რაც მე მინდა ცხოვრებაში, აუცილებლად იქნება. 100% ვერ იქნება. ვერანაირად, მაგრამ დიდი პროცენტით უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში და დიდი დოზით. საკუთარ თავს უთხარით ხალხო, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. რას ქვია არ შეგიძლია, ცოცხალი ადამიანი ხარ. ერთ-ერთი ვისაც არ შეუძლია, ეს არის გარდაცვლილი ადამიანი, ვინც ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებს. ცოცხალი ხარ, სუნთქავ, შეგიძლია.
ჩვენ ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია ისეთი რაღაცების გაკეთება შევძელი ხალხო წარმოდგენაც კი რო არ მქონდა რომ ეს მე შევძელი ცოცხალი ადამიანი ვარ ვინც გაძლევთ ძალიან ხშირად თავის ემოციებს თავის შეგრძნებებს თავის რაღაცა ფიქრებს თავის ტკივილებს თავის დეპრესიებს ბედნიერებებს ბევრ რამეს ხო და ძალიან და მთელი გულით მინდა ეს გადმოგცეთ თქვენ ეს мотиваცია რომ დაპირდი საკუთარ თავს რომ ძალიან ბედნიერი იქნები დაპირდი საკუთარ თავს რომ ძალიან ბევრს მიაღწევ დაპირდი საკუთარ თავს რომ შენ იქნები პირველ რიგში პრიორიტეტი შენ უნდა მართო შენი ცხოვრება შენი თავი ამას დაპირდი ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა 100%-ით ვერ მაგრამ დიდი ნაწილი აუცილებლად იქნება მე როცა ბევრ რამეს ვპირდებოდი ხან მეცინებოდა ისეთ რაღაცებს ვპირდებოდი საკუთარ თავს და ყვილად ბრძოლაში ბევრი რამის მხრივ შედეგი გამოიღო და ადამიანები ვინც კარი მომიხურეს ვინც დამცინოდნენ ჩემი ბლოგის გამო მე ძალიან კარგად მახსოვს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში უთხარი რომ ვინც კარი დამიხურეთ მოგესალმებით ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან თქო და ძალიან ხშირად დავიქნება ამ ხელს საკუთარ თავს დაუქნევ პირველ რიგში რომ რაჩენ გინდა და ყველაფერი გააკეთე მე ბევრი რამ მინდა არი ფიქრობთ რომ როცა მე თქვენ გესაუბრებით აი იმდენ რამეს მივედე მოვედე ბევრი რამ მინდა მე ასეთი ადამიანი ვარ ბევრი რამ მინდა ბევრი რამ შემიძლია და ზოგადად მე არ ვიცი რამდენად იცნობთ ხელოვან ადამიანებს მაგრამ ხელოვან ადამიანებს ძალიან ბევრი რაღაცა შრეები აქვთ და მაქვს და მე შემიძლია ჰაერზე არაფრის თქმა არ მიყვარს თუ არ შემიძლია და ჩემში რაღაცა ძალიან აი ნაპერწკალს არ ხედავ ტყუილად არ ვიტყვი ბევრი გეგმა მაქვს ბევრი მიზანი მაქვს ბევრი ოცნება მქონდა რომელიც მიზნამდე დავწიე ანუ ოცნებამდე კი არ დარჩა და კარი მიიხურა ყველაფერი მაგრამ მიზნად ვაქციე და ბევრი რამ ზუსტადაც რომ ავასრულე ხო და წინ ბედნიერი მომავლისათვის ხალხო რაც უფრო ბევრ რამეს გაუკეთებთ საკუთარ თავს მით მეტად ბედნიერი იქნება სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი დილით წამოვხდი 7-ის 5 წუთზე და რეკა მოვიძარა და მოვემზადოთ და იმიტომ რომ სამსახურში მივდივართ პირველი დღეა ახლა საკმაოდ ენერგიული ვახმოვანებ სამსახურიდან გიხმოვანებთ მაგრამ ზოგადად ისე ვიყავი და ძილი არ მეყო იმიტომ რომ ანუ ხაზე ხელვა მქონდა იცით მიხოთ იმისა რომ ახლა რამდენი წელი ახლა ხვალ მუშაობ ყოველთვის თანახავს ხოლმე რაღაცნაირი ხელვა ყოველთვის აი როცა ვიწყებ ანუ რა ვიცი ავიდეთ სამსახურში. სად მიდიხარდე? ბაღში. წავედით ჩემთან ერთად. სიყვარულო. წავედით.
ეს მე რაცა შემელახა, მაგრამ ასე ვთქვათ. მარიტო. ამაშერო ერთ ფერებში ვარ თურმე. დაემთხვა. დღეს ვართ მორიგეები, შესაბამისად 9:30-ზე უნდა ვიყო სამსახურში აუცილებლად. და ჯერ 9-ის 20 წუთის არ არის, ასე რომ უკვე ბახთან ვარ, რაც მას ნიშნავს, რომ წუთი შეგვაქვს. ხო. სიყვარული. ძალიან უხარია რომ ბახში მიდის და მე კიდე ორმაგად ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამის ემოციები ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დედისთვის. ხო და ჯერჯერობის სტარტი კარგი აქვს და აკი შევედით უკვე ბაღში. ძალიან ბედნიერია, როგორც ხედავთ, ძალიან გახარებულია. და მე ორმაგად გახარებული და ბედნიერი გახლავართ. ძალიან კარგი გარემო იყო და კარგი დღე ხოლმე გემშვიდობები. ეს კი რამდენიმე ფოტო დღევანდელს გადაღებული. ძალიან ბედნიერი ჩემი გოგო, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი იტირა. ძალიან დედა უნდა, დედა.